ყველაზე წეგან თქვით კიდეც და დავსვით ეს კითხვა ხო რა არის ისეთი რაც არ უნდა გავაკეთოთ ან მაქსიმალურად ვეცადოთ არ გავაკეთოთ ხარ გავაკეთოთ ვერაფერზე ვერ ვიტყვით გადაჭრით ხო არის ის რომ არავისზე მეტი არ გეგონა შენ ხო არავისზე მეტი ჩვენ არავინ არ ვართ არაფერი არ ვართ არავინ არავისზე მეტი არ ვართ ერთნი ვართ ამ სამყაროში ერთნი ვართ ერთი ღმერთის შვილები ვართ ღმერთი არ გამყოფს ჩვენ ერთმანეთისგან ჩვენი პრივილეგიების თანამდებობის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ ყველაფრისგან არ გამყოფს ღმერთი ჩვენ ერთი ვართ და ამიტომ არასდროს არ უნდა გეკონოს იმაზე მეტი საკუთარი თავი არასდროს და აი მაშინ დაიბადება მოშურნეობა და არა შური და შური იბადება მაშინ როცა შენ ვიღაცაზე მეტი გონია შენ თავი და გეწყინა რომ იმან კარგი სახლი იყიდა წარმატებას მიაღწია უფრო მეტსაც ვიტყვი ადამიანებს წინთ ის რომ ხალხს უყვარხარ ხო რა ეგეც აი ვიღაცას რომ უყვარხარ ეს ადამიანს აღიზიანებს გაშავებს აი წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება აი ვერ ხვდები უბრალოდ აი უყვარვარ ხო რა არის ამაში ანუ ამაში რა არის ცუდი რომ უყვარვარ მაგრამ შენ გაღიზიანებს რომ მე უყვარვარ იმიტომ რომ შენში შურია შენ გინდა დადგე იმ ადგილას კი ბატონო დადექი ხო და იმსახურე არა დადექი აი ნახე როგორ იქცევა მოშურნე დადექი გითმობ ჩემ ადგილს დადექი იყავი ხო იუდა მოციქულსაც ებარა ყველაზე ისე და ხო კვადრუცი ებარა ანუ ის საფასი ხო ისეთი რაღაც და ყველაზე ერთ-ერთი თანამდებობის ადამიანი იყო შეგვიძლია ვთქვა ხო ვისაც რაღაცა მინიჭებული ქონდა მიუშვა ამერტ აჰა კონდეს ყველაფერი რაც გინდა მაგრამ დაიცემ თუ შინაგანად არ იყო ის აი ეს არის შინაგანის სისუფთავე პეტრე მოციქულიც ეცემა ცოდვით მაგრამ იმას შინაგანის სისუფთავე და აქედან გამომდინარე საკუთარ სინანულსაც გამოხატავს აი ამაშია განსხვავება ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ვის გვინდა გავდეთ იუდას თუ გავდეთ პეტრე მოციქულს თუ ივანე ღვთისმეტყველს ბოლომდე რომ მიყვება და ჯვარცმის ესეც აიგან ამას ადამიანი ირჩევს იმიტომ ამაცხოანმა 12 მოციქული არჩია ანუ ადამიანთა ხასიათები და სახეები წარმოგვიჩინა რომ ესეთები ვარ ჩვენ 12 მოციქულის სახით მეც ესეთები ვყავს შემოღები ერთნაირად მიყვარს ყველა მაგრამ ყველა თავისით აკეთებს არჩევანს რა გზა აირჩიოს იუდასი თუ პეტრესი იოანესი თუ იაკობისი და ასე შემდეგ რა მაგრამ თავად აკეთებს ამ არჩევანს აქედან გამომდინარე ყველაზე მთავარი რაც ადამიანმა უნდა გაიაზროს არის ის რომ არავისზე მეტი არ არის არავინ არავისზე მეტი არ არის როგორ და მართლა ბედნიერი იქნება ეს სამყარო მართლა ბედნიერი იქნება ჩვენი ქვეყანაც თუ მართლა ამას გაიაზრებს ადამიანი რომ ჩვენ არაფერი არ აი